მოგესალმებით მეგობრებო, მე დარწმუნებული ვარ თქვენ ოზის მელოტი თავის გამო დააკლიკეთ ამ ვიდეოს და აი ესეც თქვენ. ჩვენ ვიწყებთ All Stars. ვიღაცები რაღაცა აქეთ ვიღაცები ბჟუილობენ. მე ისევ შემომეტენა ბიუროკრატიული ამბები მე ჩემს სახეს და თავს ვერ ვაჩვენება აქ, მე უნდა ვილაპარაკო საქმეზე. ეს ვიდეო დაიდება G2G-ზე, თუმცა All Star-ი დაიდება Betson Sport-ის YouTube არხზე, სადაც უნდა გადავბრძანდეთ და დავწეროთ ანანო რა საყვარელი და საოცარი ადამიანი ხარ. დიდი მადლობა. სიტყვას დაუთმობ თორნიკე კოპალეიშვილს. გისმენთ თორნიკე? მოგესალმებით, მომენათ რა ეკრანზე ყოფნა და თქვენთან საუბარი. All Star-ი ბრუნდება, როგორც იცით და ამ შემთხვევაში ერთით უფრო მეტი გადაცემით, ხო 5 იყო წინაზე. ხო, ამ შემთხვევაში ერთით მეტი გადაცემით, ანუ 6 ეპიზოდი იქნება, როგორც უკვე ჩემმა კოლეგამ ბრძანა ანანომ Betson Sport-ის YouTube არხზე და მე მგონია რომ ეს შემადგენლობა უფრო hardcore-ია ვიდრე იყო პირველ სეზონში. რატომ ვინ დააკლდა ამ შემადგენლობას და ვინ დაემატა, ვინ გახადა hardcore ეს გადაცემა? ეს გადაცემა hardcore გახადა იმან რომ ახლა საპრიზო ფონდი უფრო მეტია. რამდენი კოპალ რამდენს წაიღებ სახლში რა არ გეყორით ვერ ამოწყდა შენი უცელი. აი საპრიზო ფონდი რო გაორმაგდა მე ჯითუმ დამირეკა და მითხრა რომ ამას ხელფას უხდის კიდე ითამაშებო და რა თქმა უნდა ვითამაშებთ ხო და საპრიზო ფონდი გაორმაგდაო და მეთქი მაშინ უფრო ვითამაშებთ. მეგობრებო, ვიცი ძალიან გენატრებით, ამიტომ სპეციალურად თქვენთვის 6 გადაცემა დაიდება 6-ვეში ერთი და იმავე მონაწილეებით. დაიწერება ქულები, გამოვლინდება გამარჯვებული და როდის? ყოველ შაბათს 22 საათზე Betson Sport-ის YouTube არხზე. როგორც ყურში მეუბნებიან, ამ ქუჩი არის ზოგიერთი თემა ჯგუფიდან ხო? ქართული მაფიის ქართული შენ აღარ ხარ მაგ ჯგუფში? როგორ არა ვა? მაქედანაც მე დაბნეული ლაპარაკი. მე მგონა მაქედანაც გახვედი. არა, მე მინდოდა რომ თქვენც გეთქვათ, ჩართულიყავით რაღაცაში თორე ან მარტო მე ხوار ვისაუბრებდია. აი, მოკლედ ჯგუფი არის ქართული YouTube-ის მაფია, რომელშიც უეჭველი უნდა შემოხვიდეთ, მესამე წერ უკვე ამ სიტყვას. აი, თუ არ გაწევრიანებით, დედას ვიცავარ სახში დაგადგებით ეხა ყველა. არა, ლენკა მოვა. ლენკა მოვა, იმიტომ რომ აი გაუსითხარ ქართული YouTube-ის მაფია, Facebook-ო გაჩვენეთ ამაცადე ლაპარაკი. გაწევრიანეთ მეგობრებო, აუცილებლად. გავიგზავნო. დაიწყე. აი, რომელზე უფრო მეტი რამე ეწერება? ამაზე თუ აი ამაზე. დღევანდელი G2G-ის თემა არის ხელოვნური ინტელექტი მაფიაში. აუ, რა გეკითხვა? ხა ხელოვნური ინტელექტი საჭიროა, იმიტომ რომ ზოგადად ინტელექტი მაფიაში ისედაც არის. და ხელოვნური ინტელექტი მგონია რომ მაფიაში არა. მე მგონია რომ ყველას გვაკლია ინტელექტი და იქნებ ხელოვნური მაინც დაგვემატოს. ვერც ერთი AI რობოტი რო დამისვა, არგუმენტებში ვერ გვაჯობებს ვერც ერთს. არასდროს. ბიჭო, მე გითხოდი იმას, არგუმენტირებული თამაში რომ მიდიოდეს AI იქნებოდა იდეალური, მაგრამ ჩვენთან ხო ემოციური თამაში არის ხოლმე. ვერ ვიტყოდი ოზი. გააჩნია. უმეტესწილად ემოციური თამაშია. არ მაფია არის არგუმენტების და ემოციის თამაში. სოციალურ დედუქციურ თამაშია. თქვენი აზრით ვინ იქნებოდა აი ამ ტიპებიდან ვინ გავს ყველაზე მეტად ხელოვნურ ინტელექტს? ჰიტა და ლაშა. ანუ ყოველთვის ერთნაირები არიან თუ როგორ? უმეტესწილად მე მგონი რომ ლაშა უფრო რა. არა, ბიჭო. ოღონდ კარგ ჭრილში ვამბობ რომ აი ყოველთვის რა იცი რა სიტყვის. ოღონდ იმას კი არა რომ აი რაღაც სულ სიტყვის აი ყოველთვის რაღაც დავარცხნილი წინადადებებით საუბრობს. კი, მაგრამ ანუ ჰიტა არის ხოლმე ლაშას გაფრენები არ როგორ არა? მარტო მე მახსოვს? ჰიტა არის ხოლმე ყოველთვის ძალიან გაწონასწორებული წყნარი და მე უცებ რაღაცავე. მე მგონია რომ G2G უნდა ჩაანაცვლოს ხელოვნურმა ინტელექტმა. ოღონდ ხელოვნური გადაობა იქნებოდა. ოღონდ აი G2G რა ღმერთო. აი ეგეთი ეპიკური ვერ იქნებოდა. არა ღმერთი ეს რო გაჭედოს. დღევანდელი გადახურვაო, ახალი გადახურვა. დაკრიშვა? გადახურვა ვინდა არ ქვა დაკრიშვა. ან დაკრიშვა ხო ნუ ეხლა ტექნიკურად ეგრე გადაფარება უფრო არიან და მე მეზიზღება ვინმესზე გადაფარება. მე მისწორდება ხოლმე, როდესაც დეტექტივი თუ არის თამაში და დეტექტივი გაიხსნება თავის გადამოწმებულ წითელს, როდესაც ის წითელი იღებს სადავეებს ხელში და ეს რო გადაფარება ხოლმე რა. მაგრამ აქ უფრო რა ეგულისხმება, იცი? ვიღაცის საუბარი რომ მოგწონს და მასე არ მე რანაც კრიშავ. ბიჭო, ის კრიშავ შენ. ანუ არავინ არ იცი, ვინ არის, სანამ არ გექნება დადებული ფერები. მე მგონია რომ აქ არავინ ისეთი ავტორიტეტი არ არის, რომ ვიღაცა დამიკრიშოს და ეს მე ძალიან მადარდებდეს. ბოლო თემა არის პარანოია. ბოლო თემა არ თქო და ეგ თქვი. მოიცა პარანოია არის? გამარჯობა, მე ვარ პარანოიის განსახიერება. პარანოია თუ არის ბოლო თემა?
ახლა დღეს ჩვენ სამეულსაც გვაქვს აქ ამოსული რა. მაგას შემიძლია ვთქვა ის, რომ პარანოიკი შენ ხარ? არა, პარანოიკი მე ვარ, ხო, იმიტომ რომ სადღაც მე 1%-იანი შანსი რომ რაღაცას აქვს, რაღაც ვერსიას არსებობის შანსი რო აქვს, მაგაზე ვფიქრობ ხოლმე და მე მეკეტება რომ აი მოიცა ესეც არ გაიპაროს და აი როდის გერთვა ყველაზე მეტად იპარანოია, აი რა სიტუაციაში, აი მე ბოლოს სამკაცი თუ ვარ და მე ვიღებ გადაწყვეტილებას. ანუ აი ხუთ კაცი ნაკლები რო არის ხოლმე, აი მან უკვე ორი-თორზე წაგების შანსი როა. აი რაღაცა ეგეთი რომ აი კრიტიკული მომენტი რო შეიძლება იყოს, აი მან მერთვება ხოლმე რომ აი არ გამეპაროს ეს ან რაღაცა ეგეთი. და მით უმეტეს ეხა შოგუნი როცა არის თამაში რა, რომელიც არ მოწმდება რა, აქ ყოველთვის იქნება რა ეგ. აი მე ძალიან მოგენატრებით ჩვენ სამი დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი სხვებსაც რომ მოусმინოთ თუ შეიძლება რა. სამი მეგობრებო ვაგრძელებთ G2-s ქუდის ყველაზე all-star-ულ თემებს. ჩემთან ნინიკოს და ჰიტასთან ერთად და ასევე ეს უკვე მეოთხე დუბლია, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად უკან არის ბასტო და ამასთან დაკავშირებით მინდა მეკითხა. ბასტოს კითხე, რატო გარქვია, რატო შეგარქვეს ბასტო, მეთქი და რას ნიშნავს თქო და კომენტარებში დაწერეთ რას ნიშნავს თქვენი აზრით ბასტო. და ვისაც სწორი პასუხი ექნება, ბასტო დააგულებს. მაგარია. მაგარია. შეიძლება გეთქვა რამე. ჩვენს დროის საუბრო ვაში. თქვენზე შემიძლია ვთქვა ესეთი რაღაც რომ მე და ჰიტა 10 უკვე შედარებით გამოცდილი all-star-ელები ვართ, იმიტომ რომ პირველი სეზონი ჩავატარეთ და ნინიკოს საერთოდ რა უნდა? არა, მაფიის როგორც მოთამაშე გამოცდილი ნინიკო გვემატება, მაგრამ all-star-ში არ ყოფილა და როგორი მოლოდინები გაქვს. მე ვფიქრობ, რომ ცოტათ თამაში დამავიწყდა, მაგრამ მგონია აი, ეს ის მე რაღაც დეჟავუ ეს მეორეჯერ არ წამოვეგე. ფეიქ პირველი ეპიზოდის დეჟავუ მაქვს დეტექტივად რომ გამიხსნა. მაგრამ მე პირობას ვდებ, რომ ფეიქ დეტექტივად დღეს არ ვიხსნები ლაშ. პირობას ვდებ. უკვე თამაშია, უკვე დაიწყო ეს. არა, ხო, პირობას მაშინაც ვდებ. ეგრეა. დღეს არ ვაპირებ ყურებს, დღეს ვაპირებ, რომ ვიყო პატიოსები მოქალაქე და იმედი მაქვს, რომ ესეც იქნება. არ მინდა არნაირი როლი. არ გინდა და არ მე არის. მაინტერესებს თქვენ რომელი როლი გინდათ რომ ამოგივიდეთ. მაგარია. შენ ძალიან ცოტა თამაში გაქვს. მაგრამ უკვე all-star-ში რომ მოხდი, შენი პირველი თამაშიდანვე გამომდინარე უკვე იმსახურებდი ისეთი პერფორმანსი დადგი და თან თამაში დაიწყებოდა მანამდე ყველასთან მოდიოდა გვეკითხებოდი რაღაცა შევამომეცი დამწები ვარ და რაღაცა რომ მოხვედი და ეგრევე ფეიქ დეტექტივად გაიხსენი ყველამ შენ დაგიჯერეთ მაგის გამო და ანუ შენ თამაში მანამდე დაიწყე სამ თამაშს დაიწყებდი ამიტომ ეხაც არ გინდა რომ არ ვიცი ანუ ეხაც დაიწყო. ვიცი რომ ერთ-ერთი ტოპ თამაში ეგეთი არ ვარ მართლა. ხვანაია all-star-ში ვერ მოხდები. ნინიკო. პირველი თემა დაიწყე უკვე შემოჭრა რადგან ქუდის პატრონი მე გახლავართ, მე გადმომაბარეს პირველ თემას, მე ამოვიღებ და მე გავხსნი. დასახელეთ მოთამაშე, რომელიც არ იმსახურებს ამ 12-ულში ყოფნას. ოჰო. ხო, შენ დაიწყო. არა, მე წავიკითხე თქვენ და გასცეთ. სამე უნდა ვთქვათ. მიდევა. გისმენთ. შენ გიყვარს ეს კითხვები და მიდი. მე ნინიკო მამარდაშვილს ვიტყოდი. ხო. კაი, მე ვიტყოდი რომ ლაშა გელაშვილს გასაგები, აი ჰიტა არა. ჰიტა საინტერესო რა შე ლაშა თქვი და არა, მე ვიტყვი რომ 12-ვე მოთამაშე, რომელიც ახლა აქ არის, 12-ვე იმსახურებს ატყობს. ეს უნდა გააგო, თორე აი all-star-ი ლაშა გელაშვილი. ლაშა გელა ჰიტა რა. ხუმრობ. მე ვიტყვი მე ჩემ ბოლ პერფორმანსები არ მომწონს ამიტომ ჩემ თავს გავიგე აი, ვიხუმრე მაგრამ მეგობრებო. თუ ეგ- ასეთი კითხვა არც ყოფილა. უბრალოდ მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისელი პიროვნება იყავით. ანუ აი რა თემა გახავთ დანებებული შავი მეგობრებო. როგორ? დანებებული შავი. ამას არ გიტყოდა. დანებებულ შავზე რაღაც ვიტყვი რომ როგორც წესი თუ ვისაუბრეთ რა თქმა უნდა სასურველია რომ შავი კარტი არ დანებდეს და მაქსიმალურად დატოვოს ის თუნდაც პატარა პოტენციალი რომ სადღაცას მოთამაშეებმა იფიქრენ წითელი კარტი ხომ არ იყოს. მაგრამ მე აქვე ვიტყვი ჰიტასთან ერთად ვძივარ თუ სწორად მახსოვს ჰიტამ ერთხელ ონლაინ თამაშის დროს აღიარა რომ მაფიოზი იყო და თავის გუნდის წევრები დატოვა, ოღონდ ეს თამაშის არევის ბიზნესი. და მგონია რომ ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა, მანდიდან გამოვიდა. შეიძლება იმიტომ რომ პირველი იყო, არ ვიცი, მაგრამ აირია თამაში რა. თქვა რომ მე თუ მაფიოზი ვარ, მაშინ ეს და ეს ჩემი მაფიის წევრები რა გახსოვს? ხო და ორივე მართლა იყო. ხო და აი რეები მაქვს ნაკეთები ადრე, მაგრამ რა დიდი ხნის წინ იყო ეს. ხო და აი მახსოვს რომ ძალიან თვითონ თამაში უფრო საინტერესო გახადა, იმიტომ იქ წავიდა რომ აი ორივეს თავისიანს ხომ არ დატოვებდა და შეიძლება ერთი იყოს, ერთი არ იყოს, შეიძლება ორივე წითელი იყოს და იმ მოთამაშეების სახეები ძალიან კარგი იყო, რომ მიხაც ეგრე თუ მომივიდა შავი ეგ მაგ სტრატეგიას გავიმოვეთ. თქო თქვენ არ უთხრათ არა. ხო, ამიტომ იტყვევ, ხა თამაშობ შენ. შემდეგი ქუდის G2-s ქუდის თემა ამოიღოს ჩვენმა ნინიკომ. კაი, ახსენე ფრაზა, თქვენ ვერ იხსნებით. ოჰო. ფრაზა თქვენ ვერ იხსნებით. ვიცი, ახსნა მეგობრებო. ანუ რო არ გეკუთვნის? არალოგიკურად ვიხსნით, რა?
პირველად თამაშობს და ვერ გაიხსნება, შეგვიძლია ეგ. ან შესაძლოა ისეთ ცუდ სიტუაციაშია, ძირითადად ამას უფრო შავ კარტის მიმართ ხმარობენ ხოლმე, რომელსაც წინა რაუნდებიდან გამომდინარე არ ეკუთვნის როლად გახსნა. ისეთი სპიჩი ქონდა, რომ ასე ვთქვათ, ჩაიხსნა ყველანაირი როლი ან დააგვიანა და შეგიძლია მე უთხრა თქვენ ვერ იხსნებით. ვერც დეტექტივად, ვერც ექიმად, ამიტომ და ვიღაცის გადამოწმებული შავ იყოს, შეიძლება მაგიდიდან მოხსნა ეს რა. კი, ნამდვილად არა, არა. ესე საერთოდ ვერ იხსნები, შეიძლება თუ არა იკითხოს, არა ითქვას ადამიანზე, რომელიც მაგიდიდან ვერ იხსნება. თქვენ ამ რაუნდში ვერ იხსნებით, აუცილებლად მაგიდაზე უნდა იგიდეთ. მე ამ ყავშებს ვეღარ დავამატებდი ხით, ამიტომ შეგიძლია მაშინ ნამეტანი პროფესიონალი. გახსნილი გაქვთ მაგ ადამიანს, აი მაგ ადამიანს თქვენ ვერ იხსნებით, იმიტომ რომ გახსნილი გაქვთ თეორიად. კოპა მადლობა იქ. სიამაგები და უკანა პლანიდან. თემა ჯგუფის წევრისგან ვარკეტილის მეტრო. მე ვიცი რომ ვარკეტილის მეტროსთან ოღონდ ხუმრობის გარეშე თამაშობენ მაფიას ხშირად. ანუ არის ესეთი 11 ადამიანი არის, რომელიც სტაბილურად დგას ვარკეტილის მეტროს შესასვლელთან და ნებისმიერ გავლენას შეუძლია რომ მივიდეს, დაემატოს და ითამაშონ მაფია. ოღონდ აქვთ მოკლე თამაში აქვთ რა. ანუ ხოლმე ვიღადავება ჩვენ და არა, რას გეღადავთ? მე გოლობილობი გადოსაგება. არა, ალბათ მაგიტომ დაწერა ადამიანმა, იმიტომ რომ შეიძლება უთამაშია ვარკეტილის მეტროსთან შეგიძლიათ გახვიდეთ, თუ არ ვცდები, სადღაც და რა ხდება მე, აბა გაიგე. 4 საათიდან საღამოს 12 საათამდე 11 ადამიანი დგას. ძალიან ცნობილი ამბავია. და ფული ღირს? არ ხის ფული, მაგას გქონდა 11 ადამიანი დგას, თავის მუღამს ისწორებს და თამაშობს ხოლმე. და შენ შეგიძლია უბრალოდ მე-12 ადამიანი შეგუგო. ლოკაცია სად არის სათამაშო? იქ ვარკეტილის მეტროს წინ და იმინა რიგი დგას ხოლმე რა. იმ მე-12 ადამიანის რიგი დგას. ანუ ხმაურში მეტრა ხალხში თამაშობენ? კი, ხალხში თამაშობენ. და დინამიკით დააქვს თვითონ დაბადიოს და აკვანიც ითამაშონ თბილად. ხო, მაგრამ დინამიკით დგას ხოლმე ტიპი და ესე ჩართავს ხოლმე რა მუსიკას და იქ 11 ადამიანი და ხალხი უყურებს ამ ყველაფერს რა. ბლენკა სიმართლეა? აუაშა დაბღალე უკვე რა. სიმართლე რანაირად უნდა იყოს. ლაშა შევწავოთ მე. ანუ დღეისთვის ძალიან ბევრი წყვილია, მე შნაღარ გენდობებს. თოსო გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. კარგად შეგურა. გაიხარ. გვამშვიდობა ბიჭები. დიახ, ეს შენ ხარ სტუმრად All-Star-ში. ჩვენ ვართ მასპინძლები, ჩვენ დიდი ხანი All-Star-ში ვარ და შენ სტუმრად ყვედი და დებიუტანტი. თხოვეს რომ უმასპინძლეო თავი შინაურად იგრძნოს. აბა როგორ გრძნობ თავს შინაურად? ცოტა ვღელავ. არა უშავს. ეხე არა უშავს, ვაძღელავს ხოლმე. ცოტა კამერები რაღაცა შებუჭილი ვარ რა. რაო? არა. სოსო, სად ხარ სტუმრად, იცი? სად? ჯიტუს ტანგის, აი ეს მაგრამ ჯიტუს ხუდის თემებში, ეხა ბოტასებიანმა შკაფმა რო გაიარა. მაგის თემებია. დიახ. სოსო, ვინ არის შენი ფავორიტი All-Star-ში? ჩემი ფავორიტი All-Star-ში ბასტო რა თქმა უნდა. ჩემი ხარ? ნახვამდის სოსო. სასიამოვნო იყო. გაიხარეთ შემოგიარეთ. გიორგი, მე შენთან მაქვს შეკითხვა. შენი ფავორიტი ვინ არის? სოსო. კაი. აი ხარ, სოსო. შენი ფავორიტი არ გაინტერესებს? ვაჟ შენი ფავორიტი ვიცი ვინც არის? აბა? სოსო. ანანო. არა, გიორგი. გიორგი? ქორიძე. ვაა. კარგი, დავიწყო. ვიცი როგორ გქნა ეს მუსიკა ნელა. აბას ყველაფერს ამოვჭრით. მოდი ეხლა რა ვქნა. ეხლა მართლა დავიწყოთ. ბაჟა, მაგედა რამეს ხომ არ ამოიღებ და მაგაზე ვისაუბრებ. აბა მაიცა. კაი, დღევანდელი ჯიტუს კუთის თემა ჯიტუსგანი ზუზუები. ანუ ჯიტუმ გამოაგზავნა. ზუზუები. ერთი წოთე. მომისმინე. მართლა ზუზუები წერია. მაქსიმუმ ხუხუები ეწერა და შემეშალა. ჯიტუჯის ზუზუები? მე კი გადავთ. მე ჯიტუჯის ზუზუებზე მოგიდებული. ზუზუები რამდენზე არის საუბარი კონკრეტულად? 2-ზე თუ ბევრზე? 12. არა, 2-ზეა და რა ჯიტუჯის გინდა რომ ვილაპარაკო ზუზუებზე. ზუზუებზე, რომ კი არსებობს ჯერა მათი კიდე რა შეგვიძლია? მე ხელი მომიკიდია ჯიტუჯის ზუზუებისთვის და დავაოდ ისეთი ეხა ცოტა გახდა და ვეღარ არის ტონუსში, მაგრამ თქვენ რატომ არ გაგაჩნიათ და თქვენც არ გაგაჩნიათ ჩემ გადმოსახედიდან? იმიტომ რომ სექსუალურია. ზედმეტად ზუზუები და მე გოგოები მესევია. შეიძლება თემას შევცვალო. შევა რა შევცვალო, თუ შეიძლება. კი კაცი ანტარქტიდაზე მიდდა ზუზუებზე ალაპარაკეთ, ანუ როგორ შეიძლება ეს? დღევანდელი ჯითუს ხუდის თემა სამმაგი წითელი. სამმაგი წითელი რას ნიშნავს გეტყვით? სამმაგი წითელი, სამმაგი. სამმაგი წითელი ნიშნავს, როცა გაპატიოსნებს პატიოსნებიც, დაპატიოსნებს მაფიაც და დეტექტივიც ალბათ.
არ ნიშნავს წითელი ამას. ნიშნავს, რომ 3 დეტექტივი გაიხსნა და 3-ვესთვის წითელია. სამაგი წითელი ნიშნავს, რომ ძალიან ბოზი ხარ, აი. იმენა ყველასთან წვევი, ორლარიანი ყავის. სამაგი წითელი ეგაა, კაროჩე, რომ 3 დეტექტივი გაიხსნა, იმან ჩვენ ხო სვეგეთ თამაშობ, ხო 3 დეტექტივი იხდება, ანუ სვეგეთ სამაგი წითელი არის რიჟა ვინცაა და პატიოსანია თან და თან სილა გააჩნდა და ლოყა გაწითლებული. ეგ არის სამაგი წითელი, ანუ ყველა რიჟა. შემდეგი ჯითუს კუდის თემაა, თემა ჯგუფის წევრისგან. თევზი ჯიშები მაფიაში. მე ვიცი ეს. მე შეძელი ეს. თევზი ჯიშები მაფიაში. როდესაც კითხვებია. ერთი მე ვთქვი, შენ დაიცი. მე რა ვიცი? ეს ვიცი მე. მე არაფერი მე თევზის ჭამა ვიცი. ხორჯო ვიცი? კიდე ვიცი ერთი თევზი, რომელიც არსებობს ეგეთი დებულება თევზის ჯიშები მაფიაში თუ G2G სპონჯო თევზები უყვარს. ფარდას ავხდი რა. ჯითუჯის თევზები იმიტომ ყავს, რომ კბილები არ აქვთ. დიახ, მე ვეთანხმები. შენი ის იყო? შენ უკან ნახე? არა, ზედო თქვა. და პატარა თევზები ყავს სპეციალურად, რომ რა, ზომაზე წავიდეს. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ვართ ბოიბენდი, პოდკასტი და მოხარშული ძმა. ვაფშე არ გვინდოდა მოხარშული ძმა, მაგრამ შემოგვეტენა. შემოგვეტენა? არ ჩვენ არ გვინდოდა מחარა ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ შემოგვეტენა. კი ბატონო, არის ეგეც. და ჩემი ძმის შენ მანქანა რა დაკვირდი გახსოვს მე რა ჯუდა ეჯო. კითხარი რამე ისე ძე იხუმრეთ ხო, რაც ვერ გამოვიცნობთ ხო. ჯერ ვერ ხუმრეთ. დაბალი ინტელექტის ხონი ბავშვო. მოლოდინები ვკითხეს და მოლოდინი მაგ ძალიან კარგი ხასიათზეა, იმიტომ რომ מחარამ რა ფულიც მოიგო ის სიცილიაზე და დამახარჯა მე როგორც თქვა იქ. ჩემს კაც განწყობა და ძალიან ეს როლინგიც מחარამ მიყიდა, ეხა ახალი მეცვია და ამას რა მინუტი შავალმა ჩამოუტანო მაგარი ფირმა. ხო. ლუკა, შენ როგორი მოლოდინი გაქვს? ბოლო წამს რო დაემატე მაფიას? არა, მე თავიდანვე ვიყავი და ჩემს გარშემო შემოშენდა ეს ხალხი מחარა. შენი ეს ვინ არ მოვიდა და შენ რატო დაგიწევს? ნებისმიერი იუთუბერი არ მოვიდა და მე მითხრეს, მადლობა და ჯიტო. წინა All-Star-ის ერთ-ერთი აიკონიკ მომენტი არის, მე და შენ რო ბოლოში დავჭით და იგით რომ ანანო იყო. და מחარა რომ არ მოვიდა კიდე. ხო, ეგ ძალიან კაი იყო. სხვაშორის მაგ All-Star-დან მაგას გამოვარჩინე. მე ძალიან გამოსარდა რომ შენ რომ არ მოხვედი იქ კი. და იმედი მაქვს რომ ვა. ერთ თამაშს მე კიდევ ხო არ კიდია ეხლა მაინც თქვენს ვიღაცა თქვენ ორნი ხარ? ო, მეთქი რა მჭირს ო. ეს უჯრაში უდევს ეს ხუმრობა, ეს გამოვაღო ეხა. ხო შეცვალა, ნახე კიდევ მაროს ავჭამ, გაიგე? ახლა მართლა მაინტერესებს როგორ თამაშებს რასელოდები. გაიზარდეთ ვარა როგორც მოთამაშე. არა, შეჯამას. კიდე. კოპალა მოიგებს გამეყოფს. ანუ ისე ხო იცი? ხუთივე თამაში კარგად უნდა ითამაშო. 6-ვე. თუ 6-ვე. რა პრობლემა? 5-ვე. ერთ თამაშს თუ ითამაში ხალხი კარგად, არა, წეს გულა? შენი მინიმუმი უნდა იყოს, რომ ერთ თამაში მაინც ითამაშო კარგად. ხო? ხალხი არ წეს გულებს? ეგ რა ბიჭო. არა, ხალხი G2G ხალხია ხო, მაგრამ ეგ ძალიან მარტო ჯიტუჯი წეს თავის გულებს? თევზებს ეკითხება მარტო. აზრს. მარტო თავის თევზებს ეკითხება აზრს. მე მგონია ხალხი რომელიც უძლიერესია და რომელიც ყოველთვის სწორად შეასაკეთებს, ეხაც უნდა მონაწილეობდეს ამაში. ანუ ერთ პირველად არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ხალხს შეება სხვა ვინმე უნდოდეს. თემა ჯგუფის წევრისგან. უწიწაკო სველი. მე მგონია ძალიან ეს შენ გამოგიღო. ძალიან ახურებულები არიან. რომ წეღანდეს საკეთია ძალიან ცუდი თემები მოდის რა. აჩიკოს ეგ არის. უწიწაკო სველი. უწიწაკო სველზე რა უნდა გაგახსენდეს? შაული. ჩაურმა. ისე გამოიხედა შენ უნდა გაგახსენდეს პირველი. სველი ისე არის ნათქვამი. მაგიტო იძახიან ხოლმე რა ეს სველი 19-დან ასოცირდება ხო და არ მოგეწონა თემა არ მოგეწონა. თემა ჯგუფის წევრისგან დედაენის დალაგება. მოიცა დედაენის დალაგება არის ტერმინი მაფიაში. და რას ნიშნავს შენ? თამაში დაალაგა. თამაში დაალაგა. დედაენის დალაგება იყო და ყველაფერი თავის დედაენა არეულია მაგის თქვა კიდე თუ ვერ ხვდები ახლა. მე ხა ამან განდონ მახსენდება პირველ შენოგიპური. მე მარტო განდონ მახსენდება. რატომ გასა? მე არაფერ მახსენდება. ჩვენ ძალიან დაბალი All-Star-ის კომანდამ კი უნდა ვიცოდოთ ახლა დედაენის დალაგება რა არის, მაგრამ მე სიცილიის მერე განდეგილი ვიყავი საერთოდ არ მითამაშია და ეხლა პირველად გულ გამოგთხანი სიცილიაზე ბიჭო შენ არ იყავი ხო? მე არ მეცალა. G2-ს კუდის თემა ჯგუფის წევრებისგან მაგიდის გახსნა.
თემი რო იქნება უკეთესი, მე ვილაპარაკებ უკეთესად რა. კაკლის მაგიდა. კაკლის მაგიდა. ფინალი და ჩატარდეს კაკლის კაკლის მაგიდა. მაგიდა. მახარა აწყობს. არა, შეგხვდა დაუჯდება სოტი. სიცილიაზე ის არის მაგარი ისა? აფიშა არა? All-Stars ფინალი უნდა იყოს. ხო და All-Stars ფინალი ეგ მაგიდა რაც დაждდება ორჯერ წავა სიცილიაზე და ჩამოვა მართლა გეუბნები. მართლა გეუბნები შეჭი. სიცილიაზე ცუდი დაჭდა. რა ამის 180,000 მინიმუმ დაждდება ეგ მაგიდა. ეს შენ თუ ააწყვე. არა, შეჭი მაგხელა კაკალი ერთი 160,000 ხელობის ხო გინდა რაღაცა დაგჭირეს რა. ბიჭო, რთული არის გიორგი. მაგიდის აუყო ეხა კაკლის მაგიდას ვერ ჩავარდო. მაგიდის გახსნა. აბა, ჯენზი, აი შენ რა ზესაუბ. ძვინა ჯენზი ბიჭო. მაგიდის გახსნა რა გვეთქვი, აბა ლუკა. მაგიდის გახსნა არის ჯენზი ტერმინი. არის რომელიც სახელს. მახარამ არ იცის ეს ტერმინი, იმიტომ რომ მაგიდას ვერ ხსნის ხოლმე ძირითადად რაღაცას ლუყუნებს იქ მაგიდაზე. მაგიდის გახსნა არის პირველი ნომერი, კარგად თუ გახსნის მაგიდას და კარგად ისაუბრებს, ამან კარგად გახსნო, ესე იძახიან. ჩემი ოცნება რომ მე არ მაინტერესებს სუახლობლებში ვიჯდე, აი სუახლობებში და სუ ბიჭებში რომ აი მე გავხსნა და სუ გაგინოთ მართლა აი. ისე არ გიჭირს. და ვერ ვხსნი ხოლმე ეგრე რა იმენ რომ გითხრა. მაგრამ მაგიდის ბიჭო, რახე თქვენ მაფიით იძაბებით, მე ვერ ვთხოვი. ხაობა ეგ არის. ხო, ძალიან შენ თამაში ეთყობა რომ შენ ერთობი და მე შენზე ვერ ვთობი, მაგალითად ჩვენც ვერ ვთობი, ჩვენ. ეს რა გეტყვი, შავი ხარ და აი ეს რა ვაკეთებ, აი ძალიან ვერ ვთობი ხოლმე. ვითომ რომ ძალიან ბრაზდება, რო ვარდება. მაგიდის გახსნა მიფიქრია სხვათაშორის, პირველზე რომ მოხვდები, რა ჯობია რომელი სვეტი რომ გქონდეს. ერთხელ კარგად გავხსენი მაგიდა და შემთხვევით მაფიოზი ხარ თუ არა. ლეხარ აი რა ჩვეულები მაგრამ ესე იგი ვერ გახსენე. და არ იყავი? არ ვიყავი, შეჩემ. შენი ფერმი არ მეშლება. აა. დაპირდარას მითხარ ვიცი. მე ვიყავი მე მგონი შავი მან და შენ გაგაგდეთ. ხო და მე გამაგდეთ აი. ხელისაწერი. მაგიდა გავხსენი როგორც რა აი ხუმრობით და დაიწყეს ამ სირება ფიქრი რომ ის რაღაცა ელკი შეჩემა მაგიდა გავხსენი რაღაც მეუბნები. ხო ჩვენ ერთმანეთს ხელს არ ვადებთ ხო დღეს? ვინ? რაც არ უნდა. ბენორი? სულ რომ ვიცოდეთ რომ შავი ვარ. მოვიზმინე. ხო. ზავი დაიდო ხელი ჩამოვართვით. ხო. ერთმანეთს ვიტყვით რომ არ გავა. ეს კალა არ გავა. ბაზარი არა. არა, ბოლოს არ გავაგდეთ, მეც არ გაგაგდეთ. ღამე რომ ვიყო მაფიოზი, ღამე არ გაგაგდეთ. კაი, შევთანხმდით.